მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან მე ვარ ნელა ლობჟანიძე დღეს ჩვენ სტუდიაში ჩაგვერთვება ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მოგესალმებით ბატონო გიორგი მადლობა ჩართვისთვის მოგესალმებით ლელა მივესალმები თქვენ ტელეკომპანიის მაყურებელს თქვენ კომპანიის მაყურებელს სოციალურ ქსელებში ყველას ვინც დღევანდელ გადაცემას თვალს მიადევნებს დიდი მადლობა მოწვევისათვის კი ბატონო გიორგი ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებთ მე მინდა რომ თქვენ მედია გარემოში აფასოთ საქართველოში და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების მხრივ სად ვართ ჩვენ მედია გარემო იმიტომ რომ თქვენ ყველაზე კარგად ხედავთ და ყველაზე კარგად შეაფასებთ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და ამას ახლა აღარ ჩამოვთვლი თან ამასთან ერთად თქვენ ალბათ იცით რომ ჩვენს კომპანიის ანგარიშებს ადევს ინკასო უკვე ერთ თვეზე მეტია მაშინ როდესაც ის მედია საშუალებები რომლებიც ხელისუფლებისთვის მუშაობენ და აქვთ მილიონობით დავალიანება ფინანსური წნეხი მათ არ შეხებიათ რამდენად შეიძლება ითქვას რომ ეს არის პირდაპირ ზეწოლა და თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობა კი ბატონო პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ ტელეკომპანია თრიალეთი რაღაცა ბოლო წლებია კი არა და ესე ვთქვათ მრავალი წელია ხელზე ადგას ნებისმიერ მას რა ქვია ხელისუფლებას მე მახსოვს სააკაშვილის დროსაც იგივე პრობლემები ჰქონდა ტელეკომპანია თრიალეთს და სწორედ ეს არის მაშინ ხოცები ზუსტად იმით მოვიდნენ რომ არ იქა ყველაფერსგან ყველანაირი წნეხისგან განთავისუფლება თუმცა მივიდნენ იმ წერტილში და გადააჭარბეს კიდეც იმ წერტილს რასაც თავის დროზე ნაცების რეჟიმი აკეთებდა ხო ამიტომ ჩვენ ვხედავთ ნებისმიერი ოპოზიციური აზრის ნებისმიერი ოპოზიციური შეხედულების ნებისმიერი ოპოზიციური მედიის ესე ვთქვათ გაგლეჯვის მცდელობას იმიტომ რომ არ იყოს ოპოზიციური თავისუფალი არხი ესე ვთქვათ თავისუფალი აზრი არ იყოს კრიტიკული აზროვნება ქვეყანაში და ყველა მტაში დაუკრას იმას რასაც ხელისუფლება ამბობს ეს ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია თრიალეთს და ყველა იმ მედია საშუალებას რომელსაც პრობლემები შეექმნა ხო უფრო მეტი პრობლემები შეიქმნება იმიტომ რომ ამ კანონი რატო გვაქვს ჩვენ პრეტენზიები ამ უცხოელების კანონთან დაკავშირებით პირველ რიგში ჟურნალისტებს შეგვეხება ეს, იმიტომ რომ მედია ნებისმიერ სახელმწიფოში, ნებისმიერ მოცემულობაში, ნებისმიერ პოლიტიკურ წყობილებაში დოტაციურია, გინდა არ გინდა, ამიტომ ჩვენის გრანტები ის და დაფინანსებები ის თანხები, რასაც ჩვენ ევროკავშირიდან ვიღებდით, რასაც ჩვენ USAID-დან ვიღებდით, შეიძლება ბევრი ზოგი ტელეკომპანია იღებდა, ზოგი ტელეკომპანია არ იღებდა, ზოგი მედია საშუალება იღებდა, ზოგი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დაფინანსების წყაროები რომელიც ჩვენ გვაცოცხლებ და ფაქტიურად შეწყდა და ფაქტიურად ამ კანონით შეწყვიტეს. იმიტომ რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ზუსტად იმის რაზეც ახლა მე და შენ ვსაუბრობთ, რომ აი მედია იყო უკონტროლო ამათთვის და მედიის კონტროლი ამით დაიწყეს. მეორე ნაბიჯი ეს არის ინკასო რა. რატო დაადეს თრიალეთს ინკასო? იმიტომ რომ თრიალეთი თავისუფალი აზრის გამოხატველი ტელეკომპანიაა. ხო მათ ეს არ აწყობთ, თორე იმედი ახლა ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს და ტელეკომპანია რუსთავი და აღარ ვამბობ იმაზე რა ქვია სხვა ტელეკომპანიებზე რომელიც განსაკუთრებით პოზიტივიზე რომელიც ფაქტიურად ნაცების რეალტივის ბაზაზე შექმნეს ხო ანუ ის ჟურნალისტები მუშაობენ რომელიც მე მახსოვს რომ ჩვენ დაგვდევდნენ ისევ და ემაშებოდნენ რა ქვია ზუსტად იგივე ადამიანები მახსოვს ხო და ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი და არ ვიცი ახლა ჩვენ რა ვქნათ ახლა ევროკავშირი ნამდვილად ვერ შემოვარდება რუსივი ტანკით და იმას რაც შეუძლია იმას აკეთებს ახლა რა გინდა ახლა შენ მოთხოვს რა ქვია დახვეწილ დაბანილ მოწესრიგებულ ზდილობიანად გაზდილ ევროპელ პოლიტიკოს შეშფოთების გარდა როცა ევროპაში ვიღაცა პოლიტიკოსი შეშფოთდება სხვა გებულობს რომ იმის შეშფოთება არის მისი ცუდად მოქცევის საგანი და ხა მიდი შენ და საქართველოს ხელისუფლებას ეს უხსენი ვერ გებულობს ამაშია პრობლემა
დიახ, ასევე მინდა თქვენს რეგიონული ზოგადად მედიის როლი და განსაკუთრებით რეგიონული მედიის როლი რატომ არის მნიშვნელოვანი? განსაკუთრებით აი ამ პერიოდში, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა ასე ძლავრად ვრცელდება, ხო? ჩვენ ეს ვიცით და სწორედ მედია ხოლმე ობიექტური მედია, რომელიც აი ამის საპირისპიროდ მუშაობს და განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში, შიდა ქართლში ეს ძალიან კარგად იგრძნობა დეზინფორმაცია, პროპაგანდა და შემდეგ მინდა ვისაუბროთ ხო ევროკავშირის წინააღმდეგ გავრცელებულ მითებზე, მაგრამ მანამდე მინდა რომ შეაფასოთ რეგიონული მედიის როლი და ვინ ზარალდება იმ შემთხვევაში თუ ეს მედია საშუალებები, ობიექტური მედია საშუალებები შეწყვეტენ ფუნქციონირებას, მაშინ როდესაც მაყურებლები დახმარების თხოვნით პირველ რიგში სწორედ ჩვენს ტელეკომპანიას მომართავდნენ გულისხმობ რეგიონს. კი ბატონო, გიპასუხებთ, იმიტომ რომ ამათმა ზუსტად იმას დაარტყეს, რაც აუცილებელი და საკმარისი პირობა რეგიონებში ნამდვილი და მართალი სიტყვის მიტანისათვის. უყურე, ავიღოთ საფრანგეთის და ბელგიის მაგალითი, აი ბელგიის პატარა ვალონიის რეგიონში არის ლიეჟის ტელევიზია, არის შარლერუას ტელევიზია, არის ნამურის ტელევიზია, არის დინანტის ტელევიზია, ადგილობრივი გამოცემებია ძალიან ხა მოსი არა მარტო აი ჟურნალი მოსი არა მარტო ადგილობრივი გამოცემაა გაზეთი მოსი, არამედ ის მთელი ბელგიის ტერიტორიაზე ფრანგულენოვან ტერიტორიაზე ვრცელდება, ხო? ამიტომ რეგიონული მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, რომ იქ რა ქვია გოგიამ კალოში დაკარგა და რა ქვია ადგილობრივმა მედიამ ეს გააშუქაო. სწორედ ეს არის ადგილობრივი მედიის როლი. ეხლა მაგალითად საფრანგეთში ხო აი ჩვენ პატარ მე ნორდ-პატკალეს რეგიონში 3 დამოუკიდებელი ტელეკომპანია გვაქვს. საქართველოს ხელა ტერიტორიაც არ არის ნორდ-პატკალეს დეპარტამენტი, განსაკუთრებით პატკალეს დეპარტამენტი, ხო? და 3 რეგიონალური ტელევიზია გვაქვს. რატო? იმიტომ რომ ამის საჭიროება არსებობს. ვინმე თქვას რომ შეიძლება სარეკლამო ბაზარი არ ყოფნის ამ ხელა. სარეკლამო ბაზარზე არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი ინფორმაციის მიტანაზე, ხო? როდესაც ნაციონალური გაზეთები, ნაციონალური ტელევიზიები ამბობენ ნაციონალურ ჭრილში განიხილავენ ამას, რეგიონებში ამბის გაშუქებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ იყო საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეგიონალური მედია განვითარებული იყო. იყო დრო, როცა განვითარებული იყო რეგიონალური მედია, ამას ძალიან მნიშვნელოვანი ეს აქვს, რა ქვია, წინაპირობები და ამას ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები წინა შედგას რეგიონალური მედია, მაგრამ ამათ აღარ ჭირდებათ ეს. მათ უნდათ რომ მხოლოდ პოზიტივი იმაუწყებლოს ყველგან, მათ უნდათ რომ მხოლოდ იმედმა იმაუწყებლოს ყველგან, თუნდაც 200 მილიონი დავალიანებით. ეს აი მაპატია გამოთქმის და ფეხებზე კიდიათ, ხო ეს ყველაფერი. მაგრამ შენ ერთ კაპიკს არ ემაშვებიან. აი რეგიონალური მედია მოკლეს. რეგიონალური მედია საქართველოში ძირითადად გრანტებზე იყო ეს რა ქვია და ევროპაშიც ესეა, გრანტებზეა ეს დამოკიდებული, თორე ხა რეგიონალურ ბიზნესმენებს და რეგიონალური რეკლამა ვერასოდეს ვერ ხდება ისეთი ძლიერი, რომ მან მედია საშუალებები დაფაროს. წარმოუდგენელია, ხო? აი მაშინ აღაცა ხა ჩვენ ახაც სარეკლამო ბაზარიც არ გვაქვს სახარბიელო, ესეც აღსანიშნავია მით უმეტეს. ამიტომ არის მარტო თქვენ არა გვაქვს სარეკლამო ბაზარი სახარბიელო. აი მდიდარ მაშინ ფლანდრიაშიც კი ბელგიაში რეგიონალური ტელევიზიისთვის, ანტვერპენის ტელევიზიისთვის მაგალითად სარეკლამო ბაზარი არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ ყველა მაინც ცდილობს ამაზე რა ქვია ნაციონალურ ამაზე გავიდეს, ხო? ანუ რეგიონში შესაძლებელია რომ ისეთი დიდი რეკლამა. ამიტომ არსებობდა ეს გრანტები USAID-ის, ამიტომ არსებობდა. შენ რა გონია ეს რა ქვია ბელგიაში და საფრანგეთის რეგიონალური ტელევიზია იგივე დაფინანსებებს არიღებს, თუნდაც ხა შეიძლება საფრანგეთში USAID არ არის შემოსული, მაგრამ მილიონი ევროკავშირის ეს არის ფონდია, რომლისგანაც ისინი იღებენ დაფინანსებას და აქედან ცოცხლობენ და აქედან ცხოვრობენ. ვინმეს მოუღვა თავში აზრად რომ უცხოეთის აგენტის იარლეკი მიაკეროს, რა სისულელე არის ეს. მაგრამ ეს ამის არსი და ამის ყველაფერი ანი და ჰოე რა არის, იცი? რეგიონალური მედია ყველაზე მნიშვნელოვანი მედია
და ყველაზე მნიშვნელოვანი როლის მატარებელი მედია გასრისონ, იმიტომ რომ საღი აზრი არ მივიდეს მასზე, რა ქვია, მაყურებელზე. ყველას არა აქვს ახლა ეს რა ქვია, საშუალება უყუროს თქვათ ტელეკომპანია პირველს, ან ტელეკომპანია ამას რა ქვია, კავკასიას, ან ტელეკომპანია ფორმულას, ან სხვა საშუალებები, მედია საშუალებებს, ოპოზიციურად განწყობილ მედია საშუალებებს. მით უმეტეს ადგილობრივი ამბები ჩვენთან აქტიურად. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ამბებია, რეგიონალური მედიისთვის არის ადგილობრივი ამბავი ესა, რა ქვია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ეხლა დაუშვათ ნიცას მაცხოვრებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია რეგიონში მატარებლები როგორი ფასდაკლებით იმოძრავებენ ვიდრე ახლა პარიზის ამბები ხო იმიტომ რომ ნიცადან კანში როგორ წავიდეს თქვათ ახლა გამოცხადდა ახლა რატომ გუში მკითხულობდი ზუსტად ნიცაზავე 1 ევროც შეუძლიათ აი ვინც არის იმის მაცხოვრებელი კანში ჩავიდეს ან ტეულში ჩავიდეს ან მარსელამდე იმგზავროს 1 ევროთ რეგიონალური მატარებლები ამას ახლა შენ მონდი და ლიბერაციონი ნამდვილად არ განაბასებს არ მოგაკეთებს ამ ინფორმაციას ეს რეგიონალური მედიის გასაკეთებელია და აკეთებს კიდეც და საქართველოშიც ამას აკეთებდა თქვენი ტელეკომპანია სხვა ტელეკომპანიები რომლებსაც ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა და მე ყოველდღიურად ამას ვკითხულობ სოციალურ მედიაში აი წარმოუდგენელი რაღაცა ხდება რა დიახ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო ვიზო მიმოსვლა თქვენ როგორ მიგაჩნიათ რეალურად დგას თუ არა მისი შეჩერების საფრთხე და თუ ეს მოხდება და იმედი მაქვს ვიტოვებ იმედს რომ ეს არ მოხდება რას ვკარგავთ ჩვენ ქართველი მოსახლეობა ის რაც არის სწორედ ჩვენი მონაპოვარი თუ აი ამის გარეშე დავრჩებით რა უარყოფითი შედეგები ექნება კი ბატონო, ჩვენ ასე ახლოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან არასოდეს არ ყოფილ ვართ. სამწუხარო ფაქტი არის ის, ხა მე რასაც ვიტყვი, არავინ დამაბრალოს გახარიას პარტიის ან გახარიასადმი ჩემი სიმპათიები აბსოლუტურად არა ვარ ამ პარტიის არც მომხრე, არც მხარდამჭერი, არც რაიმეში მათი დამხმარე. ხო, აი მე რასაც უყურებ ოპოზიციის მხრიდან ამ წუთში გახარიას გარდა არავინ არ ესაუბრება ევროპელ ჩინოვნიკებს იმაზე რომ საჭირო და აუცილებელია ქართველი მოსახლეობისათვის ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება. ჩვენ ძალიან ახლოს დგევართ აი ამ წუთშიც კი აი ეს რაღაცა ზუსტად 1 თვე დაგვჭა 31 დღე დაგვჭა პასუხი გავცეთ εμას რა ქვია ევროკავშირის მოთხოვნებს ეს არ არის არანაირი დირექტივა ეს არის უბრალოდ პასუხის გაცემა იმიტომ ევროკავშირი ჩვენ არაფერს არ გთხოვს ეს ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირში შესვლას და როდესაც ახლა წარმოიდგინე მე მოვიდე შენთან და მეცვას ეს რა ქვია ტალახიანი ჩექმები და შენ მითხრა რომ იცი რა გიორგი ჩემთან რო შემოხვიდე სახლში ხო უნდა იყო ესე ჩაცმული ჩაცმაზე არ არის ყველაზე მინიმუმ ტალახიანი ეს რა ქვია ჩექმები არ უნდა გეცვას და სახლში რო შემოხვალ გაიხადო და ეს რა ქვია ჩუსტები ჩაიცვა ხო და მე გეუბნები რომ იცი რა ესეთი მიმიღე ხო მეტყვი რომ ახლა კარგი რა ვერ მიგიღებ ესეც და წაბზადი საიდანაც მოსულ ხარ ელემენტარულზე აი ელემენტარ ჩაქუჩის მეთოდით ხსნით ახლა მე და შენ აი ამ ყველაფერს რას ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან და რას ვითხოვთ ჩვენ ევროკავშირისგან ჩვენ ვეუბნებით რომ იცი რა არის არჩევნებ გაყალბებული მიმიღე ოპოზიცია დაჭერილი მიმიღე რეგიონებში აი მიტოვებული მოპარტახებული რეგიონებით მიმიღე აი მედია გარემო გაუარესებული მიმიღე პოლიტპატიმრებით მიმიღე ეს ევროკავშირი ეუბნება თქვენ კაც ნორმალურები ხო არა ეხლა რას კარგავს ესა რა ქვია საქართველოს მოსახლეობა ძალიან ბევრს დავიწყოთ იქიდან რომ აი ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ ასე თუ ისე ევროპულ მცირე ბიზნესთან, საშუალო ბიზნესთან უკვე დაიწყო კონტაქტები, ყიდვაზე, გაყიდვაზე, ინფორმაციის გაცვლაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრმა სტუდენტმა, ხა ჩემი შვილები არიან ეხლა დაამთავრეს უნივერსიტეტები და არიან ესენი, რა ქვია, ქართველი მეგობრები ყავს, რომლებიც ჩამოდიან ზოგმა
აქ უნივერსიტეტი ნახა და სწავლობს, ზოგმა მეგობარი გაიცნო და რაღაცა ბიზნესი ააწყეს, მიდიან, მოდიან, თავისუფალად არის ესა. წარმოიდგინე, ახლა შენ ბიზნესმენი რას კარგავთ, ხო? თუნდაც აი მცირედი კოოპერატივის ბიზნესმენი, რომელმაც დაუშვა თემაში, რა ქვია, პორტუგალიაში იპოვა ბიზნეს პარტნიორი და იმ ბიზნეს პარტნიორთან აქვს აი იმეილები გაცვალეს ბიზნეს პარტნიორთან აქვს მაგალითად ხვალ ჩანიშნული ან 3 დღეში ჩანიშნული კონტრაქტზე ხელის მოწერა. რა უნდა ქნას? კარგავს. ხო დაენგრა ყველაფერი იმისთვის თუ ვიღაცისთვის ესა რა ქვია კობახიძისთვის ან მსგავსი მისისთვის და აი რასაც უყურებთ ამ კორუფციის ბუდეს მილიონობით ევრო და მილიონობით ლარი ესა რა ქვია საჭმლის ფულს წარმოადგენს იმ კაცისთვის საჭმლის ფული შეიძლება 20-30 ევროა რომელსაც ის ხვალ პორტუგალიაში უნდა მოაწეროს ან გერმანიაში უნდა მოაწეროს კონტრაქტზე ხელი. ემიგრანტებიც მათ შორის და სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანებიც სამკურნალოზე აღარ ვლაპარაკობ. ეს არის საშინელება და საოცრება. საფრანგეთში აი ყველაზე მეტად საფრანგეთს აქვს ესეთი პროგრამა უცხოელების დახმარებისათვის, რომელიც ალბათ 90%-ს საქართველოსთან ჩამოსულები ხმარობთ ეს და მოვიხმართ ამ სიკეთეს საფრანგეთის ამას კარგავთ. აი მე ძალიან ბევრი მინახავს ახლა ხშირად ესა რა ქვია მირეკავენ ხოლმე განსაკუთრებით ბორდოს და ტულუზას ჰოსპიტალებიდან, როდესაც ტარჯიმნები ან დაკავე იმდენად არის ეს მოდებული ეს ყველაფერი, რომ ტარჯიმნები დაკავებული არიან და დამირეკავენ ხოლმე და ბატონო გიორგი თუ გაქვთ ესა რა ქვია დრო, რომ აი რაღაცა ვერიგებს პაციენტი და გადაუთარგმო დაგვეხმაროთ დიდი სიამოვნებით ვეუბნები და უთარგმნი იმას, ხო? აი წარმოუდგენელია ეს დახმარება ფრანგების, ამას კარგავთ. ამას ფაქტიურად კარგავთ, იმიტომ რომ ეხლა მე ბოლო შემთხვევა მქონდა თურქეთში ნამკურნალები ადამიანი ჩამოვიდა საფრანგეთში, აი თურქეთმა უიმედოდ გამოუშვა და საფრანგეთში აიღეს ბილეთი სტამბულის აეროპორტში, ჩამოფრინდნენ საფრანგეთში, იქ რაღაცა ის პროცედურები გაიარეს, დაუწყეს ესა რა ქვია მკურნალობა ამ ბავშვზე იყო საუბარი, ახალგაზრდა გოგონაზე იყო საუბარი, დამირეკეს რომ ექიმა ამერიკა ზუსტად რატო ვიცი ეს ისტორია და ამერიკა რომ გაახარეთო რომ შედეგი უკვე პირველი შედეგი გვააქვსო და მე ვერ უხსნიო და თქვენ იქნებ იმას ნახო აი ამას კარგავთ ყველაფერსო თავი დავანებოთ ახლა ემიგრანტები წარმოიდგინე ჩვენ სპექტაკლიც კი დავდგით ვიზა ლიბერალიზაციამდე მისას დროს ემიგრანტ ქალბატონებზე რომლებიც თავის შვილებს სკაიპით ზრდიდნენ და შვილიშვილებს სკაიპით ზრდიდნენ ხო აი დღეს ეს პრობლემა მოხსნილია დედა სადღაც ემაში მუშაობს იტალიაში საბერძნეთში არ ვიცი პორტუგალიაში თუ საფრანგეთში და მის შვილს ან თვითონ იმ დედას არ აქვს არანაირი პრობლემა გამოვიდა თქვა აიღო ესა რა ქვია 3დღიანი 4დღიანი თავისუფალი დღეები იმისთვის რომ მილანიდან ან მედან რა ქვია ათენიდან გადმოფრინდეს ქუთაისამდე ნახოს ესა რა ქვია ჩავიდეს ნებისმიერ რეგიონში ნახოს თავისი შვილი თავისი ოჯახი მოეფეროს თავზე ხელი გადაუშვას მობრუნდეს უკან მეორე დღეს და დაждდეს თვითონაც და გადმოფრინდეს ხო შეგვიმსუბუქდა ეს ყველაფერი ვიზა ლიბერალიზაციით. ამას კარგავთ. აი ეს არის პრობლემა. დიახ, ბატონო გიორგი, დეზინფორმაცია ვახსენე წეღან და ძალიან აი ამ დეზინფორმაციის მსხვერპლი არის სწორედ მოსახლეობა. აღარ მინდა ხა გამეორება, თუმცა ძალიან კარგად манипуლირებენ ბევრი საკითხით იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით და ძალიან ბევრი რაღაც მათ შორის სარწმუნოებითაც აპელირებენ და ზოგიერთ მოწყვლად ჯგუფებზე ეს სამწუხაროა, მაგრამ მაინც მუშაობს. თქვენ რა დეზინფორმაცია მოგისმენიათ და რა შეგიძლიათ ამის საპირისპიროდ თქვათ რომ არ კაცებს რომ არ აქორწინებენ და ასე შემდეგ. ძალიან სკრუპულოზურად, იმიტომ რომ ეს არის საშინელი დეზინფორმაცია, რომ ევროკავშირი ჩვენგან ან გეი ქორწინებას ითხოვს, ან რაღაცა რელიგიის გაუქმებას ითხოვს. დავიწყოთ იქედან, რომ ევროკავშირი ეს არის მრავალი რელიგიის წარმომადგენლების გაერთიანება.
კათოლიკების, პროტესტანტების, არ ვიცი, მალტაში მუსულმანების ოფიციალური რელიგია, მალტაზე ეს რა ქვია, მუსულმანური რელიგიის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მაგ ჩამოთვალოთ მართლმადიდებლური, რამდენი მართლმადიდებლური ქვეყანაა. დავიწყოთ საბერძნეთი. დიახ. მართლმადიდებლობის ციტადელი, ესე ვთქვათ, ხო? კონსტანტინოპოლის შემდეგ ყველაზე დიდი, ეს რა ქვია, მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთ-ერთი ციტადელი. საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. ხო? მაკედონია. ხო, ნაწილი 80% არა, 60% არის, ესა რა ქვია, კათოლიკე, 40% არის მართლმადიდებელი. ხორვატია 50-50-ია კათოლიკების და ესა რა ქვია. ხო, არ გამოჩეს პოლონეთის დიდი ნაწილი, ჩეხეთის დიდი ნაწილი. ბალტიისპირეთის ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი. და საქართველოში სწორედ ეკლესიების დიდი ნაწილი გარემონტდა სწორედ ევროკავშირის გრანტებით. თუ სადმე არის რელიგია დაცული, ეს არის ევროკავშირის ტერიტორიაზე. თუ სადმე არის ტრადიციები დაცული, ეს არის ევროკავშირის ტერიტორიაზე. ვინმე შეავიწროვა რელიგია ბულგარეთში? ვინმე მაუგრძალა მართლმადიდებლურ რუმინეთს? ბულგარეთი განსაკუთრებით ჩვენაირ ძველ მოსტილეობას მიდევს. დიახ. ყველაზე მთავარი, სერბეთი აპირებს. მაშინ რა ქვია, ვიძახოდით რომ სერბეთი ეს არის ესა რა ქვია, რუსეთის ეკლესიის მიმდევარი და ასე შემდეგ. ვინმე სერბეთს ეუბნება, რომ აი შენ ესა რა ქვია, ტრადიციებს უღალატე? ან ბულგარელებს ეუბნებიან ვინმე? ევროკავშირში გაწევრიანების მერე ბულგარეთში იმაზე მეტი ეკლესია აღდგა და მსახურება დაიწყო, ვიდრე ეს ევროკავშირში გაწევრიანებამდე იყო. ამას არავინ არ ემაშება. რაც შეეხება ეხლა მეორე манипуляციას, რომ არიქა გეი ქორწინებებს გთხოვს, არავინ არაფერს არ გთხოვს. ჩამოვთვალოთ ის ქვეყნები, რომლებსაც ერთსქესიანი ქორწინებები არ აქვთ მიღებული, ეს არის ირლანდია. მან თქვა, რომ არასოდეს ჩემ ქვეყანაში ეს არ იქნება დაშვებული. პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ვინმე ამ ქვეყნებს აგდებს ევროკავშირიდან? ევროკავშირში არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება კი არა, წესდებაში წერია პირდაპირ, რომ წევრი ქვეყნების კანონმდებლობა უმაღლესია ბრიუსელის დირექტივებზე. ანუ ბრიუსელში ვიღაცა ევროდეპუტატმა თუ მართლა რაღაცა ესეთი თქვა, რომ იცით რა არის ეს ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და სექსუალურ უმცირესობებზე ლაპარაკი. პოლონეთმა, როდესაც ლისაბონის ხელშეკრულებას აწერდნენ ხელს 2010 წელს. რა იყო ის განსხვავება, რისთვისაც პოლონეთი და ირლანდია არ აწერდნენ ხელს და 2 დღე გაგრძელდა ეს სამიტი. პოლონეთი ამბობდა, მე მაშინ მოვაწერ ხელს ლისაბონის ხელშეკრულებას, როდესაც თქვენ ამოიღებთ ლისაბონის ხელშეკრულებიდან, რომ პოლონეთი დათანხმდება ამას და ამას. 2 დღე მიდიოდა ამაზე, ამისთვის ევროსამიტი. რატო ირლანდია რატო არ აწერდა? ლისაბონის ხელშეკრულებაში ეწერა, რომ აბორტი ეს არის ქალის გადასაწყვეტი თუ რაღაც. ირლანდია მოთხრა, მე ვარ კათოლიკური ქვეყანა. კაცრად კათოლიკური ქვეყანა ვარ მე და ჩემ ქვეყანაში ეს ფორმულირება არ გამოვა. არ იქნება. 2 დღე მუშაობდა ევროკავშირი ამის გამოსასწორებლად, იმისათვის რომ პოლონეთი ერთ ქვეყანაზე, 2 ქვეყანაზე მოერგო ეს ლისაბონის ხელშეკრულება. ამიტომ ის ტყუილი რომ ჩვენ ვიღაცა რაღაცას გთხოვს, თუ დათხოვება უნდათ მამაძაღლი 2017 წლიდან გვაქვს ესა რა ქვია, ვიზა ლიბერალიზაცია. რაღაცა არავინ არ დამინახავს, რომ ჯუნდერა თამილად გადაკეთებული გქონდა, თამილა გუჯად.
რაცა აი გაგიგია მე არ გამიგია და რაღა მაინცა და მაინც ახლა ემასა ევროკავშირი ჩვენ რასაც ვთხოვს კიდევ ვიმეორებ ეს არის ფუნდამენტალური საკითხები რომელიც კოპენჰაგენის ხელშეკრულებაში წერია ადამიანის უფლებები თავისუფალი არჩევნები თავისუფალი მედია გარემო ადამიანის უფლებების და უყურე კონკურენტუნარიანი უნდა იყოს შენი პროდუქცია ევროკავშირში რომ შემოიტანო, ხო? ეს უნდა ასწავლო. რომ შენი მოქალაქე ელემენტარულად მინიმალური ხელფასი და მინიმალური საარსებო წყაროთი უნდა იყოს, ესა რა ქვია, დაკმაყოფილებული. აქედან სამედიცინო დაზღვევა. საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც საქართველოს ვითომ საყოველთაო და დაზღვევისგან ძალიან განსხვავდება, ხო? ყველა ადამიანს უნდა ქონდეს თავზე ჭერი, ანუ ბინა. ის ბინით უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ელემენტარული საარსებო მინიმუმი, ყველაზე ელემენტარული მანქანა და ესა რა ქვია, კომპიუტერი უნდა ქონდეს სახლში. ყველაზე მინიმუმზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი. ანუ ხუთ პრინციპზეა, ევროკავშირის ხუთ პრინციპზეა საუბარი. ჩვენ რას ხედავთ დღეს საქართველოში? ამას გთხოვს ევროკავშირი. გეუბნება რომ ამ რეგიონალურ მედიას თუ ცენტრალურ მედიას თავი გაანებენ. სტატისტიკა ვნახე. გრანტები, რომლებიც არის გამოყოფილი, რაზეც ესენი იძახიან, რომ უცხოელი და NGO-ები გააძღეს. 2015-2023 წლის სტატისტიკა ვნახე. 90% ევროკავშირიდან გამოყოფილი გრანტების წასულია სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაზე. მათ შორის, როცა ესენი გზებით იმაშებია, რომ არის ავტობანი, ისე დაუშვება ცხვირი რა არის სამწუხაროდ ეს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის და გონიათ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სწორედ ხელისუფლების მიერ გაკეთებული არანაირი. მხოლოდ 10%-ია დაფინანსებული NGO-ები და თავისუფალი მედია. და იქ საუბარი არ არის საერთოდ სექსუალურ უმცირესობებზე. თუმცა ევროკავშირი როგორ უყურებს ამას, იცი? ის სექსუალური უმცირესობა შენი ქვეყნის მოქალაქე არის. ფრანგული პასპორტი უდევს ჯიბეში, უდევს ან ბელგიური, ან გერმანული, ან ქართული თუ ჩვენ შევედი, უდევს. მაშინ იმასაც იგივე უფლებები უნდა ქონდეს. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასე აქტიურად ისმება, მაგალითად ომით მანიპულირება და ოკუპირებული ტერიტორიებით რომ ვერ შევალთ ევროკავშირში, აი ესეც ძალიან კარგად მუშაობს სამწუხაროდ საზოგადოებაში. საბედნიეროდ გვაქვს კვიპროსის მაგალითი. დიახ. კვიპროსი არის ორად გაყოფილი, ერთი თურქეთმა და წაიღო და მეორე ევროკავშირში შემოვიდა პრობლემის გარეშე. ანუ ეს არ არის, ჩვენ შეიძლება იქ ვიკამათოთ ნატოში გაწევრიანება არ გაწევრიანებაზე, ევროკავშირს ეს პრობლემა არა აქვს. გერმანია 1991 წელს, როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ჯერ კიდევ არ იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაერთიანებული, ამას ხელი არ შეუშლია, ხო? კი ბატონო. ბატონო გიორგი, მოახლოებულ არჩევნებზეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არჩევნები გვაქვს გასული არჩევნები, რომელსაც აღიარება არ აქვს და საერთაშორისო აღიარება და მისი არჩევანი ეჭქვეშ დგას და ეხლა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და პარტიების უმრავლესობამ გამოუცხადა ბოიკოტი. თქვენ აი პოლიტიკურ გარემოსაც თუ შევაფასებთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს არჩევნები, მაშინ როდესაც დამკვირვებლის უფლებები შეზღუდული არის და ფაქტიურად მათ ფუნქცია აღარ აქვთ. იცი რა, პირადად ჩემი აი გიორგი ფოფხაძის პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე არჩევნების ბოიკოტის მომხრე ვარ. იმიტომ რომ ზუსტად თქვი, ჩვენ ისეთი საარჩევნო გარემო შევქმნით, რომელიც ნაცებსაც არ ქონიათ. ეს სულ აკრიტიკებდით ნაცებს და ამოსავალი წერტილი ყოველთვის გვაქვს ჩვენ ეს ნაცები. შევარნაძეს არ ქონია. აღმოჩნდა რომ შევარნაძის როცა შევადარე და გადავხედე რას ლაპარაკო, შევარნაძის არჩევნებს ვაკრიტიკებდი და გასაკრიტიკებელი კი არა, ხელში ასაყვანი და სატარებელი ყოფილა ის არჩევნები, იმდენი უფლება ჰქონდა დამკვირვებელ ზიიგ. ამათმა ეს საარჩევნო გარემო ფაქტიურად მოსპეს. არა გაქვს უკაცრავად
დამკვირვებლის უფლება, მედია უფლება, ეს უფლება, ის უფლება, ყველაფერი ერთადერთი რა დარჩათ, იცი, რომ მასტქერის კანონი ამოიღონ. და მედიებს შეუწყვიტონ წინა საარჩევნო დროს ეს პლურალიზმი და თავისუფალი და ერთიანობის ეს რა ქვია პრინციპი. აი ეს დარჩათ. ეს ნიშნავს გაკეთებული ქონდა და მაგას მოვითხოვდით 2012-ში რომ მასტქერის კანონი ჩაგვირდეთ და როგორც იქნა ჩართეს და ასე თუ ისე იყო მივაღწიეთ იმას რასაც ამასაც ამოიღებენ, არ არის პრობლემა. ამიტომ მე ვარ მომხრე რომ არჩევნებს ბოიკოტი ამ არჩევნებში შესვლა ეს არის სიკვდილი. თუმცა ეხლა მოდით ჩვენ ერთი რამე ვისწავლოთ. ყველას თუ ჩვენ პლურალიზმზე გვაქვს საუბარი, ვიღაცას ექნება იქ პრეტენზია რომ თუნდაც ესეთ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ხო? მაგრამ ჩემი პრეტენზიები იმ თუნდაც ბოიკოტის მომხრეებთანაც იგივეა, რაც არჩევნებში მონაწილეებთან. თქვენ მამაცხონებულებო. ამდენი დასკვნა გიდევთ მაგიდაზე საერთაშორისო ორგანიზაციების. ამდენი რეკომენდაცია გიდევთ ევროსტრუქტურების, რომ სამუშაოა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. იმის მაგივრად რომ ტელემაში რაღაცა ტელეეთერებში იჯდე და ენას ატლიკინებდე, ხელისუფლებაზე მოახდინე ზეწოლა იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს. ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ გნებავთ არჩევნებში მონაწილემ და გნებავთ ესა რა ქვია ბოიკოტის მომხრე. თითე დაარტყეს ამ მიმართულებით. არა. ამაშია პრობლემა. ამიტომ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში დღეს რაშიც ვარ. ამიტომ მე პრეტენზიები თუ მაქვს ხელისუფლებასთან, იგივე პრეტენზიები მაქვს ემასთან რა ქვია ოპოზიციასთან, იმიტომ რომ შენს და მე ჩვენ ვარ ჟურნალისტები, ჩვენ ეს პრეტენზიები გვექნება მუდამ. დიახ. ამაშია საქმე. კი ბატონო, და ბოლოს რა მოლოდინი გაქვთ, იმიტომ რომ აი ამ კანონების პირობებში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი პროტესტი, საერთაშორისო ზეწოლა და რეაგირება თუ რა არის ბოლოს ჩვენთვის გამოსავალი ასე ვთქვათ. იცი რა არის, მოდი დავიწყოთ ამ კითხვაზე პასუხის გადაცემა, იმით რომ და ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხიც ეს იქნება დღეს ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესია და თავისუფლება მზიას. თავისუფლება არის ყველაფრის საწინდარი და ყველაფრის ამოსაბალი წერტილი. მე რა პროგნოზი მაქვს, ძალიან ცუდი პროგნოზი მაქვს. თუ ჩვენ არ ვისწავლეთ თავისუფლების ფასი, იქნება ძალიან ცუდი და იმის ესა რომ არიქა თბილის გამოგლიჯავთ და არიქა იმას რა ქვია გორს გამოგლიჯავთ, ვერაფერსაც ვერ გამოგლიჯავ. შენ თუ იგივე ჭაობში დარჩი და ამისთვის არ გააკეთე არაფერი. 200 თითქმის მე-300 დღეა ახალგაზრდობა და ძველგაზრდობას დგას ქუჩაში. ოპოზიციამ ეს ძალა გამოიყენა? სწორად მიმართა? არა. აი ეს უნდა ვისწავლოთ, აი ეს არის ჩემი პროგნოზი, რომ სწორად მიმართვა, თორე მე და შენ, ან ჩვენი მეზობლები, ან ჩემი მეზობელი ესა რა ქვია, უკაცრავად ფრანგი მეზობელი პასკალა ვერ მოვა და ვერ გაგიკეთებს ემაც. ვერა. დიახ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მაყურებელს შევახსენებ ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გვერდთვებოდა. მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. დღევანდელი გადაცემა მით დასრულებულია დროებით.